მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს, როგორც ხედავთ, ჩემი სტუმარია ნანა კვაჭაძე. ნანა არის გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტი, ერთ-ერთი რედაქტორი და დღეს სპეციალურად მოვიწვიე იმისთვის, რომ ვისაუბროთ მზია ამაღლობელზე, მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე და ბუნებრივია გამოვხატოთ უნდა ჩვენი დამოკიდებულება მისი პატიმრობისადმი. უნდა გითხრათ, რომ პირადად მზია ამაღლობელთან პირადად შეხება და ურთიერთობა არ მქონია, მე პირადად არ ვიცნობ მას, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რაღაცა ტიპის სოლიდარობა ამ ადამიანის მიმართ გამოვხატო, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ მის მიერ გაკეთებულ საქმეებს და ჩემთვის გაზეთი ბათუმელები იყო ერთ-ერთი დასაყრდენი გაზეთი ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ისეთი პრობლემების გაშუქებისთვის, რასაც სხვა ვერც გამომცემლობები და ვერც ტელევიზიები ვერ ბედავდნენ და ჩემთვის ბათუმელები იყო ყოველთვის ობიექტურობის საზომი, ხანდახან ბრმადაც კი მივდობი ვარ მათთან გაზიარებულ თუ მათთან გამოცემულ ინფორმაციას და უნდა გითხრათ, რომ არც ერთხელ ჩემი იმედი მათ არ გაუცროებიათ. მათი მიერ გადმოცემული ინფორმაცია იყო ობიექტურობის საოცარ საცერში გატარებული. და ჩემდა სამწუხაროდ კი არა და სამარცხვინოთ ალბათ, რომ მე არ ვიცნობდი იმ ადამიანს, სახელი და გვარით ყოველ შემთხვევაში, რომელიც ამ ყველაფრის უკან იდგა და მაშინაც, როდესაც მზია ამაღლობელი დააპატიმრეს, მე იქ ვიყავი და მე არ ვიცოდი, ვინ დააპატიმრეს, აი შევესწარი იმ მომენტს და ცოტათი ჩავერიე კიდეც იქ რომ მინდოდა რომ პოლიციელები შემეჩერებინა. ისე რომ არც ვიცოდი ვის აპატიმრებდნენ და დღეს მინდა რომ სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრო და რაღაცნაირად დავაბალანსო, კი არა და გამოვხატო უნდა ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს ბათუმში გაკეთებული ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს, როდესაც რაღაცა ტიპის სიმართლეებზე ძალიან მარტივ სიმართლეებზე ლაპარაკი, რომელზეც შეიძლება ვერ გაგცინებოდა კიდეც ასეთ თემებზე საუბარი ითვლებოდა ძალიან დიდ დანაშაულად და მე ყოველთვის მაქვს დეჟავიოს განცდა ამ ამბებს რომ ვუყურებ და დღეს რაც ხდება ჩვენს გარშემო ჩვენს რეგიონს ეს გაუვლია ის რასაც ეხლა თბილისი ხედავს, დედაქალაქი ხედავს, ჩვენ ეს მანამდე საკუთარ თავზე გვაქვს კანით ნაგრძნობი ასლან აბაშიძეს გულისხმობ, იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ეს პერიოდი და შეიძლება გარედან ხანდახან იყო რომ აი გვეუბნებოდნენ რომ აი თქვენ რა ბედნიერები ხართ, რომ თქვენ რაღაცა ერთი საათით რო შუქს გვიშვებდნენ, რაღაცა ჩანდა რომ თითქოს რაღაცა საოცრება ხდებოდა ჩვენთან ასლან აბაშიძის პერიოდს გულისხმობდა. ჩვენ ზუსტად ვიცით ის რაშიც ახლა მთლიანად საქართველო ეხარშება და მე მგონია რომ ყველა ბათუმელს ექნება ამაზე დეჟავიოს განცდა. ფაქტობრივად ხშირად მithქვამს კიდეც რომ აი პატარა ასლანი გაუშვით და რაღაცა დიდი ასლანი მოვიყვანეთ. ეს სულ არ მტოვებს ეს განცდა. და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერიც ზუსტად ისე დასრულდება როგორც ასლანის შემთხვევაში იყო. მაგრამ მანამდე მინდა რომ მზიაზე ვისაუბროთ, მოდი დავიწყოთ მისი პიროვნები და რაღაც ბიოგრაფიულ შტრიხებს თუ მოვყვებით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საოცრად საჯარო ადამიანი იყო, საოცრად მოკრძალებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ არავინ არ ვიცოდით, კი არა და ბევრმა ადამიანმა არ იცოდა არც მისი ბიოგრაფია, არც მისი ცხოვრება და გუშინ რამდენიმე დღეს უკან მოვისმინე, თუ როდის იყო შაბათს მოვისმინე მზიას პირადი ცხოვრების რაღაცა დეტალები და ჩემთვის ეს იყო საინტერესო და მოდი რა იქნებ ჩვენ მაყურებელსაც უთხრათ, ხო ვინ არის რა ადამიანია, რა ცხოვრებით უცხოვრია და მე გადავიდეთ მის კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ რომ საჯარო საქმეს აკეთებს. კი, ანუ საქმეც იმაშია, რომ თვითონ ძალიან მოკრძალებული ადამიანია, მაგრამ ძალიან საჯაროა საქმე, რომელსაც აკეთებს თვითონ. მზია არის შვახევიდან, სოფელ ჭვანადან. იქ გაიზარდა ბათუმში მიიღო განათლება და უნივერსიტეტის დასრულებიდან მალევე დაიწყო ჟურნალისტად მუშაობა. ჯერ მუშაობდა მაშინდელ ოპოზიციურ გაზეთში ბათუმში და შემდეგ უკვე
დაარსა ეთერ თურაძესთან ერთად, რომელიც ბათუმელების მთავარი რედაქტორია ახლაც, გამოცემა ბათუმელები. ეს არის ძალიან საინტერესო შტრიხი, რატომ ვუსვამ ამას ხაზს. საქართველოში ძალიან ცოტა მედია გამოცემა, რომელსაც დამფუძნებელი არ შეცვლია ზოგადად რა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მედია მუდმივად არის პოლიტიკური ჯგუფების ინტერესის საგანი და ხდება ყიდვა, გადაყიდვა და მთელი ამბებია ხოლმე ამასთან დაკავშირებით და ამას ხშირად ვადევნებთ თვალყურს, ანუ მფლობელები იცვლებიან პოლიტიკური გემოვნება იცვლება ამ მფლობელების და ასე შემდეგ. ბათუმელების შემთხვევაში ეს არ მომხდარა და ეს შეძლო სწორედ მზიამ. ანუ მზიამ გააკეთა ის, რომ გახდა გარანტია, რომ თავარი აქ იყო თავისუფალი სიტყვა, თავარი იყო ადამიანის უფლებები და ფოკუსი იყო ამაზე და არა ვთქვათ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესზე. მის პიროვნებაზე ზოგადად ბევრი რამის თქმა არ შემიძლია მიუხედავად იმისა, რომ 17 წელია ერთად მუშაობ. საკუთარ თავზე ლაპარაკი საშინლად არ უყვარს. ძალიან არ უყვარს. ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც გეკითხება შენ როგორ ხარ, საქმეს რა ჭირდება. მუდმივად სხვაზე ორიენტირებულია, მუდმივად. ძალიან ძუნწად საუბრობს ხოლმე საკუთარ თავზე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე. პირადი ცხოვრება უბრალოდ მედია მენეჯერებს ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში დიდად აქვთ ჩემი აზრით და ყოველ შემთხვევაში მზიან შემთხვევაში ეს ნამდვილად ასია. აი ის წერილი, რაც შაბათს ახალი თეატრის მანიფესტზე ბათუმში მოვისმინეთ, რომელიც მზიას ძმისშვილმა ექიმმა მანანა ამაღლობელმა წაიკითხა, იყო ალბათ ყველაზე გულახდილი წერილი და ყველაზე დიდი ინფორმაცია მზიას შესახებ. მან მიიღო მონაწილეობა 4 ობოლი ძმისშვილის გაზრდაში და ძალიან ჩართული იყო ამაში. ძალიან კარგი ოჯახი ყავს ძმისშვილები, ვიზეც ზრუნავს და რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან უყვარს, ცხადია. პრინციპში სულ ეს არის, რისი თქმა შემიძლია მის პირად ცხოვრებაზე. დანარჩენი როგორც პირადი, ისე საჯარო ცხოვრება მისი უკავშირდება ბათუმელებს და ნეტგაზეთს. ანუ ბათუმელები მისი პირველი პროექტი იყო, ხო? მისი პირველი პროექტი იყო, კი ბატონო, მისი პირველი პროექტი იყო ბათუმელები, რომელიც 2021 წელს დაარსა და პირველი ნომერი გაზეთის, ეს იყო ბეჭდური გამოცემა მაშინ, გამოვიდა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მე ძალიან მომწონს ეს ამბავი, იმიტომ რომ ვიცი რომ არ იყო შემთხვევითი ამბავი და საგანგებოდ დაამთხვიეს და ძალიან ისეთი ხმამაღალი განაცხადი იყო, მაშინ მზია იყო 26 წლის და მოგეხსენებათ ახლა თქვენ ასლანაბაშიძე ახსენეთ და ასლანაბაშიძის პერიოდში რამხელა გაბედულება ჭირდებოდა და სითამამე რომ აი განგეზრახა თუნდაც რომ მოდი ახლა თავისუფალ დამოუკიდებელ გაზეთს გავაკეთებ, რომელიც იქნება ეგრეთ წოდებული watchdog-ი, ანუ მოდარაჯე მედია, ანუ კრიტიკული მედია. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია და ფაქტია რომ შეძლო. გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ყველა დროში ბათუმელები იყო ყველა ხელისუფლების სამიზნე და ყველა ხელისუფლებისგან რაღაც ეწოლის მცდელობები იყო, ხან შედარებით ნაკლებად, ხან უფრო მძიმე, ძირითადად მძიმე, რა თქმა უნდა და ამის მიუხედავად შეძლო, რომ პირიქით არათუ გადაარჩინა ბათუმელები და განავითარა, არამედ შეძლო ის, რომ ძალიან იშვიათი შემთხვევა, რომ რეგიონში გახსნილი ორგანიზაცია თბილისში ხსნის ახალ ორგანიზაციას და არა პირიქით, იმიტომ რომ ჩვენთან ცენტრიდან რეგიონში მიდის ამბავი. და ამ შემთხვევაში ბათუმელების და ნეტგაზეთის შემთხვევაში, ანუ ჯერ იყო ბათუმელები, რომელმაც შემდეგ გახსნა ნეტგაზეთი თბილისში, ანუ გამოცემა, რომელიც უკვე მთელ საქართველოს ფარავს და დარჩა ბათუმელები. დარჩა იმიტომ, რომ ეს ყოველთვის იყო და იყო და არის მზიას სურვილი, რომ ბათუმელები იყოს ჰიპერლოკალურ, ანუ ადგილობრივი ამბები, იმიტომ რომ ეს ადგილობრივი ამბები, რეგიონში მიმდინარე ამბები ისეთი მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს, ზუსტად რეგიონებიდან უნდა მოხდეს ეს, რომ არ მოხდეს ისე, როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხდება, რუსეთში მათ შორის, რომ თქვათ განვითარებულია ცენტრი და რეგიონებში თქვათ უღრანი ტყეა და ნაკლები ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ნაკლები პირიქით აქ ასე უნდა მზიას და უნდა რომ მოხდარიყო და ამიტომ ხო ეს ჩანაფიქრი მე ძალიან მომწონს მართალი გითხრათ. და ფინანსურად რა ფინანსური წყაროები არსებობდა, რითაც ეს გაზეთი და ზოგადად ეს გამომცემლობა არსებობს, იმიტომ რომ
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ შემხვედრია, აი ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ვიღაცებზე კითხო, აბა ვინ აფინანსებს და რაღაც რიტორიკულ შეკითხვა. ეს დიდი შეკითხვა. ჩამჭრელი შეკითხვებია, ასე ვთქვათ, ერთ არც დაგვიმალავს არასდროს და სხვათა შორის რუსული კანონი რო შემოიტანეს და ამბობდნენ რომ აი ეხლა გამოჩნდება და რაღაც მინდა გითხრათ რომ გაზეთი ბათუმელები არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ანუ ჩვენ არ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, არ ვიყავით ყოველ შემთხვევაში აქამდე, ანუ შეპესია ეგრეთ წოდებული, შესაბამისად მისი ყველა შემოსავალი და გასავალი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, დეკლარაცია ისედაც ივსებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს განზრახვა რომ რუსული კანონის როგორ თქვა ეს ფორმა რისთვისაც შემოიტანეს რომ აგენტის იარლიყი მოგაწებონ და შეურაცხყოფა მოგაყენონ აუცილებლად ეს იყო განზრახვა და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო ხანებში. კი ბატონო, დაფინანსების წყაროებს რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა იყო რეკლამა ყოველთვის, მაგრამ რეკლამა საქართველოში დამოუკიდებელ მედიას ვერ გადაარჩენს. სამწუხაროდ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე განვითარებულ ეკონომიკურ გარემოში, სადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ იყო სხვადასხვა ფონდები, იყო USAID მათ შორის, NEDI და ასე შემდეგ. აი ეს ფონდები ახლა deep state-ად რომ მოიხსენიებს ქართული ოცნება და რაღაც შეთქმულებების თეორიებს აგორებს. იცით ალბათ ამის შესახებ. ასევე ევროკავშირი და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ფონდები, სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები და გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრიდან სარეკლამო შემოსავალი. მე ახლა არა ვარ ზუსტად ჩახედული ფინანსებში, ზუსტად რო გითხრათ, მაგრამ ეს დიდი წილი არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენთან გარდა ამისა, სარეკლამო ბაზარზე არის ძალიან უცნაური დაკვეთა. თუ თვლიან რომ გაძლევენ მაგალითად მედიას რეკლამას, არ უნდა შეეხო და არ უნდა გააკრიტიკო. ანუ ხელშეუხებელია ასეთ შემთხვევაში. ეხლა რა ხდება ბათუმში? ბათუმში ყველაზე დიდი შემოსავლიანი ბიზნესი არის სამშენებლო ბიზნესი. იცით ხომ? ხედავთ სადამჯენებს და ვიცით როგორ ცხოვრობთ და ამის პარალელურად ბათუმელები არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში წერს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე და ამის აუცილებლობაზე და ჩვენი კრიტიკის, გამუდმებული კრიტიკის ობიექტია ქალაქის სამშენებლო პოლიტიკა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. ნუ გენგეგმა ქალაქს არ გააჩნია, რა ვიცი, რამდენიმე მოვიცვალეთ 6 თუ 7 უკვე ამერია და გენგეგმა ისევ არ გვაქვს. გვაქვს მარტო დაპირება გენგეგმაზე და ქალაქი ინგრევა და გენგეგმა ისევ არ გვაქვს. შესაბამისად, ანუ მქონია შემთხვევები, რომ მაგალითად სამშენებლო კომპანიას მოუტანია რეკლამა ბათუმელებში და ოღონდ თვლის რომ მე არ უნდა შეეხო და არ უნდა გააკრიტიკო, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. ბათუმელების შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ თუ აი ამ დათქმით ვიმუშავებთ, რომ მოდი ახლა რეკლამა ცალკე პროდუქტია აბსოლუტურად და ეს ვერ შეეხება სარედაქციო ნაწილს. სარედაქციო საქმიანობა არის ჩვენთან ძალიან მკაცრად გამიჯნული და ყველა სტატიას, რომელიც ჩვენთან ქვეყნდება, თუ ეს რეკლამაა, აწერია რომ არის რეკლამა, რომ ჩვენ მკითხველი არ მოვატყუოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ესეც მოქმედებს სხვათა შორის, რომ ისე დაგიკარგავთ კლიენტი, რეკლამის კლიენტი მაგის გამო, ხო, კრიტიკული დამოკიდებულების გამო. აი იმის გამოც კი დაგვიკარგავს მეცად გეტყვით, ლალი, რომ მაგალითად არ უნდათ, რომ სტატიას ეწეროს, რომ ეს რეკლამაა. ანუ ეს უნდათ რომ როგორც ბათუმელების პოზიცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი თქვი, იმიტომ რომ ბათუმელების პოზიცია, როგორც უკვე თქვი შესავალ სიტყვაში, იმდენად მნიშვნელოვანია, უკვე რომ თვითონ ის რომ ბათუმელებში იბეჭდება და იწერება, თვითონ ეს ფაქტი არის რეკლამა. ხო და ამის გამოც შეიძლება რომ ეს თქვენი ავტორიტეტი უნდათ გამოეყენებინათ. შესაძლოა, თუმცა აი ეს პრაქტიკა არის ძალიან დამკვიდრებული ზოგადად ქართულ მედიაში, განსაკუთრებით ტელესივრცეში, დილის გადაცემებს რო დააკვირდეთ, ისე თავაზობენ რეკლამას, რომ არ გვეუბნებიან რომ რეკლამა, ანუ ხანხალ კარიძებს და კოკაკოლა რო უდებთ. კოკაკოლა კოსმეტიკური პროდუქტის მაგალითად და ცალკე ბლოკი სილამაზეზე, სადაც სხვადასხვა პროდუქტებია, ამ ყველაფერში ფულია გადახდილი და ეს ყველაფერი არის რეკლამა, უბრალოდ მაყურებელს არავინ არ ეუბნება, რომ ეს არის რეკლამა და ეს არის ტყუილი და არასწორი ცხადია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის არასწორი. ანუ შენ მკითხველს, შენს მაყურებელს არ ეკცევი პატიოსნად, არ ეუბნები, რაღაცას უმალავ. ეს არის პრობლემა კი და დაგვიკარგავს ამის გამო, მაგრამ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი რჩებოდა მუდამ. არ ვაპირებთ, რომ შევფუთოთ ახლა რეკლამა თავისთავად მშვენიერი პროდუქტია, რეკლამის საწინააღმდეგო კი არაფერი არ გვაქვს პირიქით. უბრალოდ ყველაფერს უნდა ერქვეს თავისი სახელი და რეკლამას თავისი ადგილი აქვს და სარედაქციო მასალას თავისი. ეს არის თავარი.
აი ახლა ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ნუ ცხადია ახლა ჩემთვის ისედაც გასაგებია მზიას და თქვენი გაუნცებლობის დამოკიდებულება, მაგრამ თუ არის რაიმე ისეთი რაღაცა ინსაიდერული ინფორმაცია, რაც თქვათ, იყო თუ არა ან მუქარები, ან რაღაცა ტიპის თხოვნები, ან მოთხოვნები რედაქციის მიმართ, თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა? ბოლო პერიოდში? ხო, აი ამ ამბებთან დაკავშირებით. ამ ამბებთან დაკავშირებით არ მგონი, არა, არ მახსენდება ასეთი არაფერი, ხო ვცდილობ გავხსნა, არა. არ ყოფილა ჩვენთან შემთხვევაში ყველაფერი ზოგადად ხდება ძალიან საჯაროდ. იმიტომ რომ იციან, რომ როგორც კიდევ იქნება, იმ თვითონაც გასაჯაროდება. ზუსტად. ჩვენი წესი არის ეს. თუ ვაკეთებთ ასე ჟურნალისტიკას, ღიას და გამჭვირვალეს, კი ვთამაშობთ ასე ვთქვათ, ამ თამაშის წესებით. ვემორჩილებთ, თუ გვაქვს ინფორმაცია, ვაქვეყნებთ. იმის იქეთ ჩვენ რასაც ვერ ვადასტურებთ, იმას ვერ ვაქვეყნებთ, ბუნებრივია, იმიტომ რომ ცხადია, ეხა ჟურნალისტებს გვაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე დაწერა შეგვიძლია და ეს მარტივი ასახსნელია რატომ? იმიტომ რომ ყველაფრის დაწერა არ შეგვიძლია, უნდა დადასტურდეს, მინიმუმ 2 წყარო უნდა იყოს, თავისი სტანდარტი აქვს ამ ყველაფერს, შეფასება რელევანტური უნდა იყოს და ასე შემდეგ. ნუ ყველაფერს ვერ დაწერ, ბუნებრივია, უნდა დაადასტურო, მაგრამ თუ გვაქვს რაღაც მნიშვნელოვანი, იმას აუცილებლად დავწერთ. ამაზე უკან არასდროს არ დაგვიხევია. უბრალოდ ამ პროცესებს ახლა მზიას დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძესა და აჭარის პოლიციის უფროს გრიგოლ ბესელიას შორის, სადაც გაისმაკიდეთ მუქარა და მაშინ ჩვენ დავდეთ ეს ვიდეო. ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდა, სანამ მზიას დააკავებდნენ. დავდეთ ეს ვიდეო, მაშინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა ამ ვიდეოს და პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო მუქარა და რაღაც შეფასება მისცა ქარტიამ. და რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა, აი ის რაც მოხდა, მზიას პირველი დაკავება სტიკერის კედელზე გაკვრისთვის. სხვათა შორის აი სანამ დღეს თქვენთან მოვიდოდი, მამუკა მდინარაძე, მოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გაიმეორა, ასე ვთქვათ, ცრუბრალდება აბსოლუტურად, რომ თითქოს მზიან პოლიციელს მიაკრა სტიკერი, ეს არ ყოფილა და ამის ამსახველი კადრებიც არსებობს მათ შორის. მე იქ ვიყავი, ჩვენ გავავცელეთ, რომ კედელზე აკრავს სტიკერს და ეს არანაირად არ ყოფილა რაღაც პოლიციელზე გაკრა, ნუ ეს ტყუილია უბრალოდ. და შემდეგ მეორე შემთხვევა პოლიციელზე, პოლიციის უფროსზე, აჭარის პოლიციის უფროსზე, სილა ალიყური, როგორც უწოდებენ, ხო. აი ეს ეპიზოდი. მაგრამ ამით ამბავი არ დასრულებულა, ამბავი გაგრძელდა და აი ეს ყველაფერი სწორედ გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ზეწოლა და გაჩერების მცდელობა ბათუმელების და არა რაღაც კონკრეტულ ამბავზე რეაქცია, ასე ვთქვათ, რომელიც თავისთავად არასწორია, იქ ბევრი მოსაზრება არსებობს, თუ დაინტერესდებით, რა თქმა უნდა, შემიძლია გაზიარება, ვთქვათ, იურისტების მოსაზრების, თუ რატომ არ შეიძლება ეს საქმე იყოს სისხლის სამართლის. მაგრამ იმავე დღეს, როცა მზია დააკავეს აქციაზე, იმავე საღამოს უпростоრად დააკავეს ბათუმელების ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელიც აქციას იღებდა უბრალოდ და დააკავეს მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი გებუაძემ გაიგო, რომ ის იყო ბათუმელების თანამშრომელი. და ეს ვიდეო კადრებითაც არის ასახული, ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს გურამ მურვანიძეს 8 დღიანი, აბსოლუტურად შეთითხნილი ცრუბრალდებით, რაც არაფრით არ დასტურდებოდა სასამართლოზე ვიყავი საგანგებოდ, რომ მინდოდა ჩემი ყურით მომესმინა, უბრალოდ იქ რა ხდებოდა და შემაშინებელი იყო მართალი გითხრათ. და ის ტყუილების ხარისხი. აი ტყუილების, იმიტომ რომ მოწმე იყო 2 პოლიციელი და აქედან ერთი ნერვიულობდა წარმოუდგენლად. აი ისე ნერვიულობდა, რომ როგორ გითხრათ, აი თანაგრძნობას იწვევდა მისი ღელვა, რომ იძულებული იყო, რომ ტყუილი ეთქვა. ანუ ცუდად თავიდან მოითხოვა, რომ აი ცუდად რომ მინდა, რომ ცუდად ვარ და რაღაც, ანუ ყველა ვიღელვეთ იქ იმ ადამიანის ჩამრთელობაზე. აი მარტო რატო გახდა აი ეს სისტემა ამიტომაც არის საშინელი, რომ ადამიანებს აიძულებს, ანუ ბიძგებს დანაშაულისკენ. ცრუ მოწმეობა არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა, იგივე პოლიციელისთვის. ღირსების შემლახვა. აბსოლუტურად.
აბსოლუტურად. და მე იქ ვიყავი ნანა, როცა ეს ამბავი მოხდა და როდესაც მზია გამოუშვეს, იქ განიმოხდა სიტუაცია. იქ აღარავინ აღარ იყო დაძაბული, აბსოლუტურად არავინ აღარ ელოდა იქ ვითარების ესკალაციას, ხალხი იშლებოდა, მეც უკვე მოვდიოდი, გამოტრიალდი და აბსოლუტურად დაშლის პროცესი მიმდინარეობდა, ყველამ კამერები, ტელეფონები გამორთო და მე გამიჩნდა მაშინ ეგაზრი, იცით რა, როცა იქ ამ რაღაცა შვაგულში და ამ რომტრიალში ხარ, შეიძლება ვერ გააცნობიერ, მაგრამ მე როდესაც დავალაგე ეს ფაქტების მიმდევრობა, ხო, იქ იმ პოლიციელების უცებ გარეთ ასე ჯგროდ გამოცვენის არანაირი აუცილებლობა არ იყო, იმიტომ რომ იქ ადამიანები აღარ იყვნენ, ძალიან ცოტა იყო და ვინც იყო უკვე დაშლისკენ მიდიოდა აქცია. დაშლისკენ მიდიოდა და ის ერთი კამერა დარჩა ჩართული, რომელიც მიშვერილი იყო მზიასკენ, ხო? ეს რომელი კამერა იყო? ანუ იქ არ არის ბოლომდე ასახული რა მოხდა, ანუ ის ამოჭრილი არის უბრალოდ მზიას მიერ სილის გაწვდა და მანამდე ამას რა უსწრებდა როგორ ადამიანი დატოვეს ფეხსაცმლის გარეშე, იქ მოაყოლეს ჭყლეტაში, აგინეს, აფურთხეს, მე როგორც ვიცი, ეთერთურაძის პატარაც მიშვილების და კავების ფაქტი იყო კიდე უსწრებდა. ანუ ეს რაღაცერად უცებ ხელოვნურად დაძაბეს ვითარება. აბსოლუტურად. და აი ეს ამაზე მინდა რომ რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს ამას და რაღაცნაირად ეს კი გეთანხმებით აბსოლუტურად. აი ეს ფაქტიც ეხლა რაც თქვენ ჩამოთვალეთ და მით უმეტეს შემსწრეხართ ამ ამბების, ზუსტად მიუთითებს იმაზე რომ ეს იყო ისა. პირდაპირ ჩართვას უყურებდი, მეც მართალი გითხრათ, პერიოდულად თან იმ დღეს მეც მუშაობდი, ოღონდ რედაქციაში ვიყავი და ზუსტად მახსოვს აი ეს კადრები, როგორ იშლებოდა უკვე აქცია, ანუ სიტუაცია ლაგდებოდა. მე მგონი ბათუმელების ისიც გამორთული იყო, ხო? ყველა კამერა გამორთული. ჩვენი ლაივი უკვე პირდაპირ ჩართვა აღარ იყო, იმიტომ რომ სიტუაცია აშკარად მიდიოდა დასტაბილურებისგან. ოკეი, ანუ აიყვანეს იქ ვიღაცები და უკვე მიგზავნიდნენ კადრებს და ზუსტად მახსოვს, რომ ჭრიდი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის მათე ტაკიძის დაკავების კადრს, ვამონტაჟებდი, რომ დამედო, რომ მათე დააკავეს. და ამ დროს მომწერეს, რომ მათე ცენტერაძე. ხო, კი, მათე ცენტერაძე, კი ბატონო, მათე ცენტერაძე და ამ დროს მომწერეს, რომ მზია დააკავეს. ჩვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც იქ იყვნენ, აი შევედი, დავიწყე კადრების ძებნა, რაღაცები, რაც გამომიგზავნეს და ზუსტად ეს ხდებოდა ეხლა, რაც თქვენ აღწერეთ, რაც მე მოვისმინე, მე სხვაგად ნახე ჩემი თვალით სხვა კადრებში და რაც მოვისმინე ჩემი თანამშრომლებისგან, დაშლის პირას მყოფი აქცია, რომელზეც კი მოვიდნენ ეთერის დიშვილები, რომლებმაც გაიგეს, რომ მზია დააკავეს და ეთერი და მზია მეგობრები არიან მთელი ცხოვრება და შესაბამისად მათი ახლობლის ხარდასაჭერად მოვიდნენ. უცებ გამოვარდა პოლიცია, აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქციით, ანუ დაშლის პირას მისულ აქციაზე დაიტაკნენ ამ ბიჭებს, შეათრიეს და მზია, რომელმაც პასუხისმგებლობა იგრძნო ცხადია, რომ მის გამო აქციაზე მოსული ადამიანები რაღაცნაირად დაეცვა, გაყვა და აი ამ ჭყლეტაში, რომელიც მართლსაშინელი ჭყლეტა იყო, კიდე სხვა კადრებიც ვნახე, სადაც როგორი ჭყლიტებიან ადამიანები, მოყვა და შემდეგ მზია ფეხსაცმლის გარეშეც კი დარჩა ჩანს კადრებში. ფეხზე გაძვრა, ისეთი ჭყლეტა იყო, რომ ფეხსაცმელი გაძვრა უბრალოდ ადამიანს. და შემდეგ აი იყო რა ისეთი ადამიანები იყო იქ რა უნდა მომხდარიყო ჭყლეტა აბსოლუტურად გაუგებარი თუ კი ამას არ შევხედავთ რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი არ არსებობდა არავითარი აუცილებლობა დაშლის პირას არსებულ აქციაზე პოლიცია ესე აგრესიულად გამოვარდნილიყო და კიდევ ორი პირი დაეკავებინა. ფიქრობ, რომ ეს იყო წინასწარი განზრახვა. მით უმეტეს ეს ბავშვები, ეთერის დიშვილები არაფერს არ აკეთებდნენ, აბსოლუტურად არც ლაპარაკობდნენ, მე მგონი უბრალოდ დადგნენ. კი ბატონო, აი უბრალოდ ერთ-ერთი დიშვილი მოხვდათ თვალში, რომელიც სხვა აქციებზეც იყო ნამყოფი, ის მეორე პირველად იყო საერთოდ აქციაზე, უბრალოდ მზიას გამოვიდა და აი ეგ ამბავი იყო, ჩემი აზრით, იცოდნენ, ვინც იყო და ამას ვუშვებ ხა ცხადია მე არ შემიძლია ეს რაღაც დარწმუნებით თქვა, ანუ დაცვის ხარემ უნდა უსაუბროს, როგორც უბრალოდ ჟურნალისტმა და იმ ადამიანმა, ვინც ნახა ეს კადრები და მართლა ლოგიკურად არ არსებობდა არავითარი საჭიროება. არ არსებობდა, პირიქით პოლიციამ გაართულა ხო სიტუაცია და აი არ ვიცი 10 წუთიც და იქ აქცია აღარ იქნებოდა უკვე რა.
და დასრულდებოდა ყველაფერი. მართლა ყველა ლაივი იყო მე გამბები უკვე როგორ გავიგე, იცით, რომ ასე მზია დაიჭრეს და მეთქი ხო გამოუშვეს თქო და ეს რომ მეორე სერია ქონდა ამ ყველაფერს, იქვე მყოფმა ადამიანმა გავიგე მოგვიანებით, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდებოდა რაღაცა უცებ დატრიალდა ეს ამბავი. და მე რა მაინტერესებს იცით, აი თქო ის მუხლი, რომელიც არის მეც წავიკითხე, გავეცანი მაგ მუხლს ძალიან ბევრს ედო, რაღაც მარკერით გახაზულიც კი ნახე. იაგო ხვიჩიას ქონდა გარჩეული ეგ პოსტი, რომ აი რა შემთხვევაში არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული და რა შემთხვევაში არის საერთოდ არაფერი, მგონი ადმინისტრაციულიც არ ეხება. კი ბატონო. აი ეგ არის სადაოა ისიც კი არის ადმინისტრაციული თუ არ არის ადმინისტრაციული. აი ამაზეც შეიძლება რომ ხო აი ამ პირობებში, მაგრამ უბრალოდ გასაგებია ყველაფერი, ჩვენ ხო ვიცით რომ ეს კანონიერების და კანონის დაცვისთვის არ ხდება. და მე ახლა პარალელს გავაკეთებდი, ალბათ ყველამ ნახა ის კადრი, როცა ხარება პირდაპირ დაპატიმრებულ და გაკვეჭილ ადამიანს, რომელსაც 10 პოლიციელი იჭერდა, წეხლი ჩაარტყა, ხო? და ის არ არის, ხო, დანაშაული და მზიამ რომ აი ეს ალიყური უთავაზა ადამიანს, რომელსაც ესე ეკუთვნოდა. მე მგონი ვიღაც აკეთებდა აქცეთს, ახლა კადრს ვიხსენებ მარცხენა ხელით და ისეთი ადამიანი იმდენად გამწარებული იყო, არ არის მზიაცაცია როგორც მე გავიგე და უბრალოდ იმდენად შებოჭილი იყო და ისეთ ვითარებაში იყო, მეტი რომ ვერაფერი ვერ მოახერხა, ის ხელი გამოიყენა. ეს არის სხეულის ენა შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე ჩემი აზრით. ჩემი აზრით, აი უბრალოდ სხვაგვარად მიჭირს ახლა ხო რაღაცა დონეზე გამწარებულმა ადამიანმა ეს გააკეთა, იმიტომ რომ იმ სიტუაციაში ჩააყენეს და მიზანდასახული წინასწარ გათვლილად მანქანიდან გადამოსული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი რომ ადამიანს, რომელსაც არც იცის ვინ არის და რა ბრალეულობა აქვს გამოძიებული არა აქვს, რომ წეხლს უთავაზებს, ჯერ გამოძიებულიც რო კონდეს წეხლი რატო უნდა უთავაზოს, მაგრამ ეს არ არის ხო საპირწონე და კიდე ის მაინტერესებს, ხო დაიდო პირდაპირი კადრები, პირველი არხის ჟურნალისტს ლამის კისერი მოუგრიხეს, ხო იციან ის ვინ გააკეთა. ის რატო არ არის დასჯილი, ხო? აი სამწუხაროდ ამ კითხვებზე არც ერთზე ლალი პასუხი არ არის და პირიქით არის, რომ აი როგორ ახლა ვიძიებ და იქ უფლებამოსილების, რა უფლებამოსილების გადამეტებაზეა საუბარი, როცა არც დაუჯერებელია გესმით, გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, ის რომ აქციის მონაწილე მიყავთ განსაკუთრებულ ხარებასთან რა გამახსენდა იცი აი სპარსეთი ფილმებში რო არის რაღაცა საბჭოთა სოციალიზმის ფილმებში რო იყო შახთან რომ მიყავთ ასე და შახი პირდაპირ ხმლით რაღაცა ეს იყო რიტუალური დასჯა ეს ამას რძენი იყო ამის იყურება აი ეს რო საქართველოში ხდება 2025 წელს ამისი დაჯერება ძალიან ძნელია, მაგრამ ეს ხდება და ამას ექნება თავისი შედეგი, ხომ აუცილებლად ეს უკვალოდ ვერ ჩაივლის, ვერც ერთ შემთხვევაში. ვერანაირი სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში ეს უკვალოდ ვერ ჩაივლის საზოგადოებაზე. ეს ძალიან საშიშია. ჩვენ ვართ ახლა ძალიან საშიშ ფაზაში, ისეთ საშიშში, რომ ის ხდება, რაც ხდება. მართლა გაგიჟება შეიძლება, რისი ყურება გვიწევს ყოველდღიურად. და ეს დაუსრულებელი ამბავია. და რაღაცნაირად, რა ვიცი, ვუყურებთ და ვართ გაჯერებული. მაშინ როცა ამ ყველაფერზე ალბათ მithumetes ახლა აპირებენ გამკაცრებას არ კანონმდებლობის. ნახე ახლა რა მოხდა. როდესაც დაანონსდა ისა გზის გადაკეტვა, მაგისტრალური გზის გადაკეტვა იმ დღეებში, ანუ დაანონსებიდან, ასე გამოდის, რომ ის განხორციელებამდე შუაში მიიღეს კანონი. კი. რომლითაც აი ეს ცენტრალური გზა შეიყვანეს სტრატეგიულ ობიექტების სიაში და აღმოჩნდა, რომ სტრატეგიული ობიექტი გადაკეტა მოსახლეობამ, ხო? აი ხა მაგალითად მე რო ვთქვა, რომ იცით რა, ხვალ цаრიელი ფურცლით უნდა გავიდე უნივერსიტეტის წინ და გავაპროტესტო, ხო? ეს პრობლემა იყო. შეუძლიათ რომ დაწერონ, რომ იცი რა, цаრიელი ფურცლის წინ უნივერსიტეტის წინ დგომა არის დანაშაული და სისხლის სამართლის მუხლით, რომელიღაცა გამგონილი მუხლით შეიძლება რომ ეს ამოქმედონ და ამუშაონ.
იცით მე რო ვუყურებ ახლა ხო ამ ვითარებას მგონია რომ აი ზუსტად ალბათ ასე დაიწყო ბელორუსში კი ალბათ კი არა და თვითმხილველები ამბობენ რომ ასე დაიწყო რუსეთშიც ასე მოხდა და ცოტა აღარ გვაკლია რა ცოტა აღარ გვაკლია ჩრდილოეთ კორეის მდგომარეობა მე ვფიქრობ რომ ჩვენ ბელორუსზე უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებით მალე გულისხმობ იმ ტემპებს რა ტემპებითაც ეს ყველაფერი ხდება თქვენ სწორად თქვით რომ აქციას დააწიეს კანონი ფაქტობრივად რაც აბსურდია ხო წარმოუდგენელია მართლა ეს ხდება ძალიან სწრაფად ბელარუსში ამას რაღაც პერიოდი დაჭირდა წლები და ჩვენ ძალიან დაჩქარებული დროით ვივდივართ ჩვენ მივდივართ უბრალოდ წარმოუდგენლად სწრაფად ამისკენ და ეს ტურბულენტობის ზონაში ვართ მოხვედრილი და ეს ტრიალებს და რა დროს დავენარცხებით არავინ არის აი ეს არის ძალიან საშიში კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვიცი გამოსავლის ახლა ბევრი ანუ არ ვიცი როგორ შეიძლება რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ უკვე ისეთი რთული სიტუაციაა მართალი გითხრათ რა მე არ ვარ პესიმისტი ადამიანი მაგრამ მეორეს მხრივ კარგად უნდა ვიცოდეთ რაში შევდივართ რომ ეს არის დიქტატურა ეს თუ არ გავაცნობიერეთ ჩვენ ძალიან დიდი ხნით დავიხევთ უკან ანუ ეს საკამათოც აღარ არის უკვე ძალიან დიდი ხნით დავიხევთ უკან და თან რა დროზე ანუ კონტექსტი არ უნდა დაგვავიწყდეს ხომ ჩვენ ასე ახლოს ევროპასთან როგორც ახლა ვიყავით არასდროს არ ყოფილვართ თაობების შრომა ნატურა და ოცნება ახდა და მენტალურადაც აბსოლუტურად ორგანული ნაწილი გავხდით ამ ევროპული კი აი სწორედ ამაშია ჩვენ ვიყავით იმ სიტუაციაში როდესაც ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ლიდერმა გერმანიამ და მისმა კანცლერმა მონიშნა ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე ეს საოცრებაა მართლა ეს ძალიან დიდი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო ამის მიუხედავად ეხლა ვართ იქ სადაც ვართ ამის მიუხედავად მოხდა ის რომ ისტორიული სიტყვების შემდეგ ზურაბ ჟვანიას მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპული სტრუქტურა სწორედ ეს ევროპული სტრუქტურა დატოვა ქართულმა ოცნებამ ძალიან ძიმე სიტუაციაში ეხლა მინდა ორი სიტყვით ვთქვათ მზიას ჯანმრთელობის შესახებ იმიტომ რომ ესე იგი არის რაღაცა ისეთი პრობლემა რომელიც რაღაცა დონეზე დროში და დღეები და რაღაცები შეიძლება გქონდეს ადამიანს რომ რაღაცა გადაეჭრას მაგრამ მზიას მდგომარეობა მე მგონი ისია რომ დღეები კი არა და საათებმა შეიძლება ადამიანის არსებობა გადაწყვეტოს თუ გაქვთ ინფორმაცია რომ რა მდგომარეობაა და როგორც ვიცი ქრონიკული დაავადება აქვს მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ესეთი ადამიანი დაჭერ მე რამდენი დღე გამოდის 23 დღეა დღეს 23 დღე ეს გადაცემა დაიდება ხვალ ანუ იქნება უკვე 24 დღე და ადამიანის შესაძლებლობებში 30 დღის მეტი არ არის და თან თუ იმას გავითვალისწინებთ რაც მე გავიგე მზიას და მისი ხასიათის შესახებ აქ გამორიცხულია რომ აი ეს რაღაცა ან რამეზე უარი თქვას, ან უკან დაიხიოს. მე ძალიან მინდა რომ უარი თქვას და უკან დაიხიოს მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება ეს ადამიანი ყველას ჩამრთელი და კარგად მყოფი, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება. ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი იმ სიტუაციასთან შედარებით გულისხმობ ანუ სიტუაციიდან გამომდინარე მიმართებაში კი ბატონო რომ შიმშილობს ადამიანი და მოშიმშილე ადამიანის კვალობაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მაგრამ კი თქვენ სწორად აღნიშნეთ 20 დღიანი შიმშილობის შემდეგ უკვე ყველა წუთში რა მოხდება ამისი რაღაც გარანტია არაფერი არ შეიძლება იყოს და ძალიან ვღელავთ ამაზე ძალიან ვღელავთ ამაზე ის რჩება საპატიმროში გადასვლაზე ჯერჯერობით არ არის გადაყვანაზე გულისხმობ კლინიკაში გადაყვანაზე
ჯერჯერობით არ არის საუბარი. ისე რატო არ გადაყავთ კლინიკაში? ახლა რამზეა გაიქცევა თუ რაღაცა რა სირთულეებში? არ ვიცი. არა, ეს არის მზეა, ახლა უბრალოდ ყავთ საჩვენებელი მოდელი იმისი თუ რა შეიძლება ადამიანებს დაემართოს. აი დღეს სამთებერვალს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კომენტირებისას ამ თემის მზეა მაღლობლის შიმშილობაზე მას კითხეს და თქვა, რომ კითხვაზე რომ აი რა შეიძლება როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თქვა, რომ შიმშილობის ისა სიკვდილიაო რა, გამოსავალი ზოგადად შიმშილობას სიკვდილი მოსდევს ხოლმე, მაგრამ უნდა ჭამოსო და კარგად იქნება ყველაფერი, პრობლემა აღარ იქნება. ადამიანს ანუ ძალიან მნიშვნელოვანი აქვს ერთი რაღაც, რატო შიმშილობს მზეა, რომ ეს არის პროტესტი მისი და მან დასაწყისშივე მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ის შიმშილობს, ხაზგასმით არაერთგზის გაიმეორა ადვოკატებთან, რომ ის არ შიმშილობს რაღაც ბენეფიტების მისაღებად, არ შიმშილობს იმისთვის, რომ რამეს ითხოვს, ის შიმშილობს იმიტომ, რომ უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს თავს და შიმშილობს პროტესტის ნიშნად, რომ ეს არის პროტესტი, რაც შეუძლია გააკეთოს უსამართლოდ დაკავებულმა ჟურნალისტმა და მედია მენეჯერმა და ეს არის პროტესტის უკიდურესი ფორმა. აი ეს არის ისეთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ ამბავში. ანუ ეს არ ხდება იმიტომ, რომ ზოგადად რო ითხოვდეს ადამიანი ამას გასაკვირი არ არის არაფერი, პირიქით. შიმშილობა ძირითადად ხდება რაღაცის მოთხოვნის გამო, მაგრამ ეს არის პროტესტის აქტი. პროტესტის აქტი საპყრობილეში. ხო, არა განთავისუფლების მოთხოვნა, არამედ პროტესტი არსებული ვითარებისა. კი ბატონო, პროტესტის არსებული ვითარებისა. თან რაღაცა ჩემზე ძალიან მოქმედებს ასეთი რამე, რომ თუ მსხვერპლია საჭირო, მაშინ მას თვითონ მზად არის, რომ იყოს ეს მსხვერპლი. ხო, რაღაცა ძალიან სევდიანი ამბავი. ძალიან კარგი წერილი გამოგვიგზავნა მზეამ ციხიდან, რომელიც იყო ფაქტობრივად მანიფესტი და მიმართვა არა მარტო ბათუმელებს, არამედ მთელ ქვეყანას. ძალიან მიყვარს ეს წერილი, იმიტომ რომ მის ხასიათს გადმოსცემს აბსოლუტურად ადეკვატური არსებული რეალობისადმი და ამბობს, რომ იბრძოლეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, აუდიტორიებში, ქუჩებში, ყველგან იბრძოლებთ, სანამ გვიან არ არის. ხო, ამაზე მეტის თქმა არ ვიცი რა შემიძლია. აქ არის ერთი მომენტი, ჩვენც ვიბრძვით ჟურნალისტები, ოღონდ ჩვენ ვიბრძვით საქმით. ეხლა ჩვენ ბათუმელებს დიდი ამოცანა გვაქვს ძალიან ჩვენი მეგობარი და ჩვენი მედია მენეჯერი არის საპყრობილეში აბსოლუტურად უსამართლოდ დატყვევებული და პლუს ამას ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. უნდა ვიმუშაოთ და არ გვაქვს ემოციების დრო. დაუფლება. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მხარე, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენს პროფესიულ ჩარჩოში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გადამწყვეტი. იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მეტი რაც შეგვიძლია არის ჟურნალისტური საქმიანობა და თუ რაიმე ჭირდება ამ ქვეყანას ამ პერიოდში ეს არის კარგი ხარისხის ჟურნალისტიკა და ამისთვის შექმნა მზეამ ეს ორგანიზაცია. ამიტომ ეს უნდა გავაკეთოთ და ეს უნდა გააკეთოს ყველა რედაქციამ, ყველა ჟურნალისტმა ამ წუთას. სხვა გზა უბრალოდ არ არის. იმიტომ რომ ეს ძალიან ჭირდება ქვეყანას. თუ ოდესმე ჟურნალისტიკა საჭირო არის და ძალიან საჭიროა, აი ასეთ მომენტებში ორმაგად და სამმაგად იზრდება მისი მნიშვნელობა. თქვენ ნახეთ ალბათ გასულ დღეებში კიდევ ერთი ძალიან კარგი ონლაინ გამოცემა პუბლიკა გახდა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის თავდასხმის ობიექტი, რომელმაც თქვა, რომ აი თითქოს პუბლიკამ დაანონსა რაღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება, საუბარი არის აქციის გამართვის ანონსი, რატომ დადო და შემდეგ რაღაც ბრალდებების სია წამოვიდა. მის მიმართ სინამდვილეში ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებელ მედიაზე ორკესტრირებული თავდასხმა, აი აწყობენ რაღაც საჩვენებელ დასჯის პროცესებს და უნდათ რომ გააჩუმონ მედია, იმიტომ რომ მედია თუ გაჩუმდება და თავისუფალი სიტყვის გამტარი ქვეყანაში არ დარჩება მარტო იმედი ოცნების პროპაგანდით და ჭრელაჭრულა გადაცემებით, ყვითელი გადაცემებით, რომელიც რაღაც არ ვიცი, გვინახავს, გვიცხოვრია მასეთ ეპოქაში, გულისხმობ საბჭოთა კავშირს, სადაც ერთი არხია ან ორი არხია და ყველაფერი ცენზურის ქვეშ ხდება.
ყოფილვარ ძალიან ჩემ და ძალიან სამწუხაროდ საზოგადოებრივი მაუწყებლებიც ასეთი ცენზურის ქვეშ არიან დღეს, გულისხმობ პირველ არხს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ასევე აჭარის ტელევიზიას, თუმცა იქაც და აქაც რაც ძალიან მახარებს ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ღირსებით და მაღალ პროფესიულად ემსახურებიან იმ საქმეს, რასაც აკეთებენ და ეგ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ აი ესეთი ადამიანები თუნდაც აქა-იქ, თუნდაც ცოტა ქმნიან საზოგადოებას და არა უმრავლესობა, რომელიც ბრმად მორჩილია რაღაცის, ვერ ვიტყვი, რომ ქმნის რაღაცას ღირებულს. ვერ ვიტყვი კი არა, ესე არ არის, ყველამ ვიცით. კი, გაბედული, თამამი ადამიანები ქმნიან რაღაც ღირებულს, ასე იყო კაცობრიობის ისტორიაში დღემდე ყოველ შემთხვევაში და ასე გაგრძელდება ალბათ. თან ისინი, ვინც ისტორიას ქმნიან, არასდროს არ არის უმრავლესობა. კი ბატონო. მცირესობის ხმებზე გადადის ეს. და ძირითადად ეს არიან სხვათა შორის ის ადამიანები, რომლებიც იდევნებოდნენ არაერთ გზის. აი ახლა მოკლედ არასამთავრობოებს შეუტიეს, ახლა მედიაზე მეტის ორკესტრირებული შეტევა და შემდეგ ფაზა ვიქნებით ჩვენ, ანუ აკადემიური პირები და უკვე დაანონსებულია, კი. აი პირველი ახლა დღეს 3 თებერვალს რაც გახდა ცნობილი, რომ აქციის გამართვა მესაკუთრის თანხმობით არის შესაძლებელი შენობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტებში დასჭირდებათ მაგალითად სტუდენტებს აქციის გასამართად რექტორის რექტორი არ არის მესაკუთრე. ხო, სახელმწიფოს რა ყოველ შემთხვევაში შენობის მესაკუთრე ხო სახელმწიფოა. სახელმწიფოს თანხმობა. ეს როგორ მოხდება? ქუჩაში არა, შენობაზეა საუბარი. შენობაზეა საუბარი. აი ეს არის ზუსტად რომ არც ერთ სივრცეს ქუჩის გარდა არ ტოვებს ოცნება და იმ ქუჩაშიც გეუბნება რომ არა, იმიტომ რომ აქ შეზღუდული ხარ, პირბადე არ შეიძლება გაიკეთო, აქ მაგისტრალია, აქ ქუჩა თუ დაგიკეტე 5000 ლარით დაგაჯარიმებ, მეორედ კიდე უფრო მეტი დაგაჯარიმებ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება შენს წინააღმდეგ. ეს არის ზღვისპირას. ეს არის რაღაც სრული აბსურდი. ზღვისპირასაც აკრძალული ხო, ცოტა გააკლიათ რა. ცოტაღა, რა თქმა უნდა. საბჭოთა პერიოდში ზღვისპირას ქონდა ღამე გასვლა აკრძალული და აი ეს ამას არ უჩანს ბოლო. ანუ ოცნება ამის ბოლოს როგორ ჩანს ხედავს იქამდე, სანამ თვითონ როგორც ეძახის აი მშვიდობას, რასაც მშვიდობის დამყარებას ვეძახი, მე ამას იწულებით ამყარებს მშვიდობას, თავისუფალი სიტყვის აბსოლუტური ჩახშობით. ყველგან. აი იმასაც კი რომ მაგალითად საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფაც ხდება დასჯადი. წარმოგიდგენიათ ანუ მონარო დაუძახოს ვიღაცამ საჯარო მოხელეს, აი ესეც კი შეიძლება ხო დღეს მონახვალ შეიძლება არ სხვა სიტყვა და ამას ხო მადაჭამაში მოდის, ამას ბოლო არ აქვს. რამდენი რეაქციაც იქნება, იმდენს მოიფიქრებენ, ანუ კი. ასეთ სიტუაციაში იმედი მაქვს რომ მოვახერხებთ იმას რომ გავცურებით, მაგრამ მინდა ვთქვა რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში აი 91 წლის მერე ჩვენ ასეთი რთული ვითარება არ გქონია, აი მაშინაც კი როცა სამოქალაქო ომი იყო, ასეთი მძიმე ვითარება ჩვენ არ გქონია. ეხლა რეალურად ვთქვათ აი ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყართან და მგონია რომ გავწურებით რაღაცა იმედი ვიქონიოთ. მეც ამის იმედი მაქვს, კი ბატონო, გეთანხმებით. ჩემთვის ეს პერიოდი როგორც ყველა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სხვათა შორის ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, იმიტომ რომ არ მგონია რომ ვინმეს მოსწონდეს ის რაც ხდება ქვეყანაში. გულწრფელად არ მგონია. რაღაცა მგონია რომ იმ ადამიანებსაც არ მოწონთ, ვინც საჯაროდ მათი მხარდამჭერები არის. კი, მეც ასე ვფიქრობ. ისევე როგორც შეიძლება ადამიანზე თავში ჩარტყმები მოგეწონოს საჯაროდ. შეუძლებელია უბრალოდ. ხალებს, ბავშვებს რო ურტყამ თავში კეტს. აი თქვენ ახსენეთ ასლან აბაშიძე და ამით დავიწყეთ საუბარი, ხომ? არავის არ მოსწონდა ის ასლან აბაშიძე. ის რომ არ ამბობდნენ ამას, არაფერს არ ნიშნავს. აღმოჩნდა რომ არავისაც არ მოსწონდა და სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფის ასე ვთქვათ, სიყვარულის ობიექტი იყო მხოლოდ და მეტი არაფერი.
მე ვფიქრობ, ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე აქ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეხლა პროპაგანდა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ იყო. და ძალიან ბევრი ადამიანი შეისრუტა ამ მორევმა, რაც დაატრიალეს. ნახეთ, აი რაღაცაირად რანჟირება გავაკეთე, რა ტიპის ადამიანები უჭერენ მხარს. ესე იგი, ერთი არის ის ადამიანები, რომლებიც არიან შანტაჟის მსხვერპლი. აი თქვათ შეიძლება რაღაცა ტიპის ან კადრები არსებობს, ან რაღაცა ფინანსური გარიგებები, ან რაღაცა და უბრალოდ იციან, რომ შეუძლებელია, რომ აქედან გამოძრნენ მშრალად. მეორე ეს არის კორუმპირებული ნაწილი საზოგადოების. მესამე ეს არის აბსოლუტურად უპერსპექტივო ტიპები, რომლებსაც რაღაცა ტიპის ადგილები მიუჩინეს, აი რამდენი, რა ვიცი, აი ახალგაზრდულ წრეებშიც ახლა ვხედავ, შეიძლება ადამიანები წერაკი, აი პირდაპირ გაგებით წერაკითხვის არ ცოდნი ადამიანები, რომლებსაც რაღაცა პოზიციები მისცეს და მათთვის ეს მნიშვნელოვანია. და მეოთხე ეს არის სასარგებლო იდიოტები, რომლებიც აი ალბათ იმ საბჭოთა პერიოდიდან გამორეცხილი თავებს ახალი საკვები მოუძებნეს ამ ადამიანებმა და რაღაცნაირად აი იმ ყველაზე ბნელ რაღაცა რეპტილიურ უნარებს კვებავს თითქოს ეს რაღაცა დაპირებები, რომ აი არავინ არ შეგეხება, რომ აი ისა დაცული ხარ, რომ აი შიმშილით არ კვდები და რაღაცა ამ დონეზე რო არის, ხო? ადამიანები და კიდე არის მეხუთე კატეგორია ადამიანების, რომლებიც არიან აი რაღაც უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე. აი აქ ვერ ხვდები, ცეთ ადამიანი, რომელიცაც აი არანაირი შანსი არ აქვს, რომ განვითარდეს, აი არაფერი არ გააჩნია სულ სიქეთ, რატო არ ითხოვს ცვლილებებს, რატო არ უნდა რომ შეიცვალოს? იმაზე უარესი ხო არ დაემართება, რაც ჭირს. ეს გონი თulis რომ დაემართება, იცით, მართლა უწრფელად მგონია რომ თვლიან რომ დაემართება და იმიტომ რომ LGBT დროშას აუფრიალებენ, ეს არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაემართოს. ფაქტია რომ ეს ყველა ქვეყანაში მუშაობს მასაზე, ანუ ამ ტიპის პროპაგანდა ცდილობს ყველაზე ბნელი, ყველაზე პირველყოფილი ინსტინქტები გააღვიძოს ადამიანებში. ეს ძალიან საშიშია და ძალიან გულდასაწყვეტიც ამის ყურება ეს როგორ მუშაობს. არის მუშაობს სამწუხაროდ ადამიანების ჯგუფი არის, რომელსაც ეს ჯერა, მაგრამ ამას თუ გინდა რომ წესიერი ქვეყანა გქონდეს, უნდა დაახვედრო განათლება. რასაც ჩვენ ვერ ვახვედრებთ. ისევ მივედით, იცით ალბათ, რომ ჩვენი პოდკასტი ზუსტად ამაზე არის, ჩვენ ძირითადად განათლების საკითხებზე საუბრობთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რაც ახლა თქვით, რომ მე მინდოდა რომ ეს მე თქვა, რომ ამ ყველაფრის ერთადერთი გამოსავალი არის განათლება, რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს და მე ადრე მეგონა, რომ ეს უბრალოდ არ გამოსდით, არ იციან როგორ იყოს მოწყობილი განათლების სისტემები და რაღაცა და ეხლა უკვე ნელ-ნელა მივდივარ, ამას შეთქმულების თეორიები ზოგადად არ მიყვარს და არც მიყვები ხოლმე, მაგრამ უკვე მივდივარ აქამდე, რომ როგორც ჩანს, სპეციალურად არის ის განათლების სისტემა, ძვირფასომშობლებო იცოდეთ, რომ სპეციალურად არის ის სკოლები მოწყობილი, სპეციალურად აქვს, რომ დონაიას ციგნები პირველ კლასში შეტანილი, რომ ბავშვებმა წერა-კითხვა ვერ ისწავლონ და თუ კი წერა-კითხვის უცოდნენ არის და ჩლუნგი თაობა გვეყოლება, იმათ პროტესტიც არ ექნება და ეს ყველაფერი არის სამწუხაროდ ჩემდა თურმე გათვლილი. მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ვინმეს ინტერესებში ეს ყოფილიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არის, უნდათ რომ ყველა იყოს გაუნათლებელი თაობა და დააკვირდით, აბა რომელი თაობა არის ახლა პროტესტის ავანგარდში, ხო? ისინი, ვინც თავის დროზე პროტესტის ავანგარდში იქნებოდნენ ნაციონალიზმის დროსაც რო ყოფილიყვნენ. კი, უდავოდ. და ეს ადამიანის ეს ტიპი ყოველთვის უაზროვნი ადამიანი როგორ შეიძლება რაღაც თქმა ყოფილი იყოს, ხო? ძალიან დიდი მადლობა ნანა, რამე ხო არ დარჩა ისეთი რაც ზეას შესახებ. განაი მინდა რომ ზეას შესახებ ახლა თქვენი საუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე აღნიშნეთ, ხაზი გაუსვით და სრულიად გეთანხმებით და მზიას დამოკიდებულებებზე მინდა მაგ საკითხზე, იმიტომ რომ საქართველოში მედიას გარდა იმისა, რომ საინფორმაციო მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, პირველი მიზანი რაც არის მედიის გავრცელოს ინფორმაცია, მეორე არის საგანმანათლებლო როლი. და მზიასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო
და ბოლო მისი ერთ-ერთი პროექტი მოგზაური ბიბლიოთეკა, რომელიც იაპონიის საელჩოს დახმარებით განახორციელა ბათუმელებმა, ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ დავიწყეთ შეგროვება ახალი ლიტერატურის გამომცემლობების დახმარებით და ატანა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოგზაურ ბიბლიოთეკას, აქ ჰქონდა წიგნები, შეხვედრები ეწყობოდა, მწერლები ჩავყავდა და ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი და მზეა საყვარელი პროექტი და ვიცი რომ გაუხარდება მე რომ ნახავს ამას, რომ გამახსენდა და მინდა ამის შესახებ აღვნიშნო და ასევე კიდე ჩვენი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი საგანმანათლებლო პროექტი რაც შეეხება ძველი ბათუმის ისტორიას, იმიტომ რომ 3 წიგნი გამოვეცით ბათუმის და აჭარის ისტორიაზე, აქედან 2 საბას შორტლისტში მოხვდა და ერთმა საბა მიიღო კიდეც და ძალიან ვამაყობთ ამ პროექტითაც. და ზოგადად აი ეს საგანმანათლებლო პროექტები და აი ის მომენტი, რომ ყველგან განათლება იყოს ხელმისაწვდომი. ბათუმში, შვახევში, ხულოში, ოზურგეთში, ლანჩხუთში არ აქვს მნიშვნელობა. რომ ადამიანებს კონდეთ საშუალება მიიღონ, თუ სკოლაში ვერ მიიღებენ, კარგი არაფორმალური განათლება ვარ. სკოლაში ვაინც ვერ იღებენ განათლებას. ხო, ძალიან გვინდა რომ ეს სკოლაში მოხდეს, მაგრამ ფაქტია, არ ვიცი, ხა ხედავთ, რომ აქვს სკოლას ბევრი პრობლემა და სხვათა შორის ის მასწავლებლები ძალიან მართალნი არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არსად არ მიგვიყვანს ის გზა რა გზითაც განათლების სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო წლებია მიდის, რომ ეს გზა არის უბრალოდ ბიუროკრატიაში მიმავალი და სხვაგან არსად და რაც მე ვიცი ამ სისტემაზე სრულიად ვეთანხმები. უბრალოდ შეუძლებელია რომ ეს დაგეგმო რაღაც 2, 3 და 5 წლიანი შედეგზე გათვალო განათლების სისტემა, როდესაც მინიმუმ 20 წელზე ითვლება, არ ვიცი და კიდევ უფრო მეტზე, ანუ უნდა დაიწყო და მიყვედა. ეხა თუ კი ყველა კვირაში მინისტრს შეცვლიდა სტრატეგიას, არ ვიცი რა გამოვა. შესაბამისად არის ასახული ბავშვებს, თქვენ რომ ნახოთ შედეგები, ხო? აქ არის არა მხოლოდ განათლების პრობლემა, არამედ უკვე სოციალიზაციის და პიროვნული უნარების ბავშვებს ისეთი პერვერტული მანერები აქვს სკოლიდან მოტანილი, რომ აი დღეს მქონდა ზუსტად მაგაზე საუბარი, რომ აი რა უნდა გავაკეთოთ, მშობელს რომ ვუთხრათ, თქვათ, რომ აი ასეთ რაღაცაზე იზრუნეო, შეიძლება შეურაცხყოფად ჩათვალოს, იმდენად მიუღებელი უნარები გადმოაქვთ ხოლმე ბავშვებს სკოლიდან და სამწუხაროდ ეს არის სისტემური და არა გამონაკლისი შემთხვევები. მინდა ბოლო ფინალურ ფაზაზე გადავიდეთ. ჩვენ ძალიან გამიხარდა, რომ ზუსტად ჩემნაირ ყავას სვამთ და ახლა ჩვენს პოდკასტს ქვია ლალისთან ყავაზე, ყავით დასრულება, ეს არის აუცილებელი ნაწილი. მე ვისურვებ რას, რომ აი ძალიან მალე მე თქვენ და მზია ერთად დავლიოთ ყავა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ადამიანი გავიცნო. ძალიან საუბროთ იმაზე, თუ რა კარგი და რა მშვენიერია ცხოვრება და რა კაი ქვეყანა გვექნება. კი ბატონო, სიამოვნებით ვიღებ ამას და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება ეს ძალიან გვჭირდება ყველას, ამ ქვეყანასაც ჭირდება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და მე გემშვიდობებით იმის იმედით, რომ როდესაც ეს გადაცემა ხვალ უნდა დაიდოს, ჩვენ წინა დღით ჩავწერეთ ეს გადაცემა, როცა დაიდება, მაშინ მზია იქნება ძალიან კარგად და ფიქრობ, რომ შეიძლება მოხდეს საოცრება და ის უბრალოდ თავისუფალი იყოს საპროფილიდან. ნახოთ მომავლის იმედით გემშვიდობებით.